ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური ინფორმაცია, კარგად მოგეხსენებათ, რომ ახლოვდება 9 მაისი და ესე იგი ამ 9 მაისთან დაკავშირებით მთელი ჩვენი მიზანი და ჩვენი მთელი მონდომება არის იქითკენ, რომ ეს 9 მაისი ისე აღნიშნოთ, ისე როგორც ჩვენ გვეკადრება. 80 წლის იუბილეა ბოლო-ბოლო და ვინ მოიგო ეს დიდი ომი? ქართველებმა მოვიგეთ. ჩვენ მოვიგეთ ეს ომი. სტალინმა, ბერიამ და იმ 300,000 ქართველი, რომელიც ჩაწვა იქ მიწაში, სადაც ჩვენ ბრძოლობდით. და ბოლო-ბოლო, კაცო, ჩვენ მოგებულ ომს არ უნდა ვიდრეს ასწავლო ჩვენი მოგებული ომი. დამთავრდა უკვე ის, რომ აი ვიღაცის შიში ჩვენ ამას არ დღეს ასწავლობდით. და რაში გამოიხატება ის დადებითი ინფორმაცია. როგორც მე შევიტყვე, მეგობრებო, ესე იგი, სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო მდივანმა, ბატონმა მამუკა ფიფიამ პირადად შეიტანა წერილი, ესე იგი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რუსეთის პრეზიდენტის სახელზე და ამ წერილში აღნიშნულია ის წვლილი, რომელიც ქართველებმა გავიღეთ ამ სამამულო ომში და ბატონი მამუკა ამ წერილით თხოვთ ვლადიმერ პუტინს, რომ მოხდეს იმ ჩვენი ვეტერანების, რომლებიც 60 ვეტერანი დღა დარჩა აი ამ სამამულო ომში, მათი დაჯილდოვება, ასევე ხაზგასმა, იმიტომ რომ პუტინი ხშირად აი ამ აღნიშნავს თავის მიმართვებში და აი ეს წერილი, რომელიც ეხებოდა ჩვენი ორი ქვეყნის აი ამ ურთიერთობებს, ჩვენ წვლილს ამ დიდ სამამულო ომში ჩვენი ქვეყნისა, აი ამაზე იყო აქცენტები, რომ იქნება ამ მიმართულებით რაღაც გარკვეულწილად თხოვნა იყო სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო მდივნის მამუკა ფიფიას მხრიდან, რომ რაღაცნაირად ამ მიმართულებით რუსეთის ხელისუფლებამ და ბატონმა ვლადიმერ პუტინმა გადადგას ნაბიჯი და ჩვენ როგორც შევიტყვეთ, არის სიგნალი რუსეთიდან, რეაგირება არის მამუკა ფიფიას აი ამ წერილის საფუძველზე 60-ვე ვეტერანი რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც თან ახლავს აი ამ მედლებს, გადაეცემა ომის ვეტერანებს და აგრეთვე აღნიშნულიც იქნება ვლადიმერ პუტინის მხრიდან ის რა ყოველთვის აგზავნის წერილებს ქვეყნებში, რომლებმაც აი ამ ომში მიიღეს მონაწილეობა და რამხელა დაფასება, მეგობრებო, ეს რომ უკვე აი ის გაყინული ურთიერთობები უკვე ღვება ამ მიმართულებით, აი ბელორუსზე ვილაპარაკობდი რუსეთზე, რომ ვლადიმერ პუტინი უკვე ქართველ ვეტერანებსაც დააჯილდოვებს და ასევე ხაზს გაუსვამს თავის გამოსვლაში იმ ჩვენი ქვეყნის წვლილზე. და მე მადლობა მინდა უთხრა სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო მდივან მამუკა ფიფიას, რომელიც ნამდვილად ცდილობს, რომ რაც შეიძლება ბევრი პოზიტივი წამოვიღოთ ჩვენ რუსეთიდან და რაც შეიძლება მეტი სარგებელი, რაც შეიძლება მეტი ჩვენ ქვეყნებს შორის იყოს ურთიერთობებში პოზიტივი. და ჩვენ ყოველთვის ამას ვაშუქებთ კიდევაც, მე პირადად მოსკოვში რო ვიყავი, ჩვენ გქონდა შეხვედრები ბატონ მამუკასთან, ის რომ ეს ადამიანი აშენებს იქ ეკლესიებს, ეხმარება ჩვენს დევნილებს გალიდან და ცდილობს, რომ მოკლედ ქართულ-რუსული ურთიერთობები როგორმე მიიყვანოს იმ კონდიციამდე, როდესაც ჩვენ ნამდვილად შეგვეძლება, რომ აი როგორც აი ბელორუსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს, ასევე დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და მე მინდა რომ მოულოცოთ ჩვენ ვეტერანებს, რომ ისინი 9 მაისისთვის მიიღებენ აი ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილ მედლებს, რომლებსაც ხელმოწერა ექნება ბატონი პუტინისა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, მეგობრებო. ძალიან დიდი გამარჯვება, რომ ჩვენ კლავაც ვართ რუსეთის ორბიტაზე. ეხლა ამ საქართველოს სტრეფს ეგ აღიზიანებთ, როგორ ქართულ-ბელორუსული ურთიერთობების აღდგენა, ისე ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენას აღიზიანებთ, მაგრამ ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც მტრული ქვეყნების სია იყო, დგებოდა რუსეთში, ჩვენ მეგობრების სიაში გადავინაცვლეთ. და ეს აი ასეთი პოზიტიური სიგნალებით დგება უკვე. ის რომ ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ის გაოცებულია საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით, როგორ უძლებს აი ამ ზეწოლას
თურმე ეს ვიღაცების მხრიდან ეს ყოფილა ცუდი. არა, უნდა გვაგინოს პუტინმა და თურმე ის ტანკები უნდა გამოუშვას და თვითმფრინავები უნდა გამოუშვას. მაშინ ვიქნებით კარგები. ამათი ლოგიკა ეს არის. არა, ის რომ ჩვენ ქვეყნებს შორის დარეგულირდება სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობები, ეს თურმე ცუდი ყოფილა. მე ყველა იმ ადამიანს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მადლობას ვეტყვი, ვინც რამეს გააკეთებს ამ კუთხით.